საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა იმდენად ძვირია, რომ გადასახად სრული საგრანტო დაფინანსებაც არ ყოფნის. სტუდენტებს სწავლის ხარისხიც არ ეკმაყოფილებთ. ჩვენი განათლების დონე ჯერგის რეგიონში არის ბოლო და მაგას თავი დავანებთ, მხოლოდ შეედრება ეს იემენის და ბანგლადეშის დონე. ეს არის კატასტროფა, სხვას რო თავი დავანებოთ. პროფკავშირების წარმომადგენელი ლაშა ბლიაძე დამატებით ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რითაც სწავლა კიდევ უფრო ძვირდება. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იგივე ჯარიმები გამოცდებთან დაკავშირებით. ეს არის სრულიად გაუგონარი პრაქტიკა, როდესაც იმ სწავლის საფასურის გარდა, რომელიც ისედაც ძვირია, სტუდენტებს უხდება დამატებით თითოეულ თქვათ გამოცდაზე ან გამოცდის გადატანაზე კიდევ დამატებითი თანხების მოძიება. მით უმეტეს ყოველგვარი კანონის დარღვევა, როდესაც თქვათ პირველ კურსზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია ერთი თანხა და შემდეგ უნივერსიტეტი სხვადასხვა მიზეზების გამო, თქვათ ეს არის მსოფლიო ბაზარზე ბენზინის გაძვირება თუ ხარჯების გაზრდა, მეორე და მესამე კურსელებს უზრდის სწავლის გადასახადს. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რაღაც, იმიტომ რომ ყველა ოჯახს და ყველა სტუდენტს გათვლილი აქვს, რომ 4 წლის განმავლობაში აი ამაზე რაღაც კონკრეტულ თანხაზე მეტი არ უნდა გადაიხადოს. სტუდენტურ სესხებზე ხელი მხოლოდ ერთეულებს მიუწვდებათ. კრედიტის მისაღებად არსებული პირობების დაკმაყოფილება სტუდენტთა უმრავლესობას არ შეუძლია. ისინი არ ითვალისწინებენ ჩემის აზრით სტუდენტების უფლებებს, რაც შეეხება თვითონ სტუდენტების უფლებებს. სტუდენტებს არ შეუძლიათ თავიანთი უფლებების თქვა და ესე საჯაროდ გამოტანა და მათი უფლებების დაცვა. და ეს ძალიან ცუდია. უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში ფუფუნებად იქცა. სტუდენტთა ნაწილი განათლების კომერციალიზაციას საერთოდ გაუმართლებლად თვლის. როგორც ხვდავს ადამიანის უფლებებს სისტემა, რომელიც თვლის, რომ ფული არის წამყვანი და არ ადამიანის უფლებები, არა განათლების უფლება. ანუ ხდება განათლების გაყიდვა, ისე როგორც ჩვეულებრივი პროდუქტის, რაც არის უსამართლობა. სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო დღესდღეობით სტუდენტის სტატუსი ათასობით მოქალაქეს აქვს შეჩერებული.